Hi. როგორ ხართ მეგობრებო? რა შევით? მარიკო დავტოვე ბებოსთან, იმიტომ რომ დღეს რაღაც ძალიან აცემინებდა და ბაღში არ წავიყვანე. გავიქცეთ. საღებავი მაქვს, მაგრამ მეორეც მინდა ვიყიდო. და დედას წიგნის პრეზენტაციისათვის და ალაფუშეტისათვის გვჭირდება ფქვილი და პრეზიდენტის კარაქი. დედას მეგობარმა უნდა გამოუცხოს ხაჭაპურები. ხო და ყველაფერი უნდა მოვამზადოთ. ერთჯერადი თეფშები, ჭიქები, ხელსახოცები ყველაფერი უკვე ნაყიდი აქვს დედას. ბევრი რამ უკვე მზად არის. აი ესეთი რაც ვთქვათ ამაჩი უნდა გვიყიდა და რაღაცები ბევრი რამე მზად არის. ხო და ტორტს უკეთებს ჩემი კი არა და ზაკოს მეგობრის შვილი. ამაჩი საჩუქრად. ხო და მოკლედ რაღაცები უკვე მე უნდა ვიყიდოთ უშუალოდ წინა დღეს. ახლა ხილს და რაღაცას ვთქვათ ახლა ვერ იყიდი. ამაჩი ხო და წავიდეთ და ვიყიდოთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი და პრეზიდენტის კარაქი. ასევე სუფთა სახლში გავიაროთ. ხო, ახალი ამბავი ხვალ სამსახურში გავდივარ. ესე მოწმენდილცაზე. მეც რო არ ვიცოდი. თუმცა ხვალ ალბათ არც არ დავიწყებ უბრალოდ რაღაცებზე დაველაპარაკებთ. მაგრამ მოკლედ ხვალ უნდა გავიდე. ხო და ესეთი ამბები. შეიძლება რამდენიმე დღე ვიმუშაო, ერთი კვირა რაღაცა, მე შევიცვალო და მე უკვე უშუალოდ ზეიმებზე გადავერთოთ. ესეთი ამბები. წავედით. მოკლედ გადასარევი ამინდია, ისეთი ამინდია, სულ მინდა რომ სარეცხლით ფიტო. იმიტომ რომ ვფენდი ხალხო წეღან სარეცხლს და დავიწვი, აი ბეჭები დამეწვა ისეთ ვილო და გარეთ. იდეალური ამინდია, ასტიური ამინდია. ისეთი სული რომ მითბება. წავიდეთ ვიყიდოთ საღებავი. შეიძლება ხორციც ვიყიდო. ტოლმისთვის არ ვიცი. ისეთი რომ გერკულესი კეთებდი კარგი იყო. ხო, კარგია, ის აღარ აქვს, სხვა არის ახლა. ის აკნა რომ ჰელო, გიშტებით ისე გვყავს თავოჩას. ახლა მოვა ხომის და ერთად მივირთვათ. რა გინდა და? დაჭი. კომპოსტი. მოდი შევეღებოთ თმა. აი ამ კონკრეტული საღებავით, რომელსაც მე ვიყენებ, გოგოба ეს არის უამიაკო, ვინც არიცით მათთვის და მივეცით 450 თუ 470 არ მახსოვს. საკმაოდ ბიუჯეტური, ჩემდა გასაკვირად. გადავწყვიტე რომ ისევ შავს დავუბრუნდე, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ რომ შავი ყველაზე მეტად მიხდება, რავი მომკალით თუ გინდათ, ეგრე ვფიქრობ. ხო და მოდი შევუდგეთ საქმეს, თორე უკვე ძალიან ცუდად ვარ. რა თქმა უნდა, ამისათვის დაგჭირდება ხელთათმანები. გავიკეთოთ გოგოებო. ხელთათმანების გარდა დაგჭირდება აი ეს კუსკუსა, რომელიც ჩემთვის შეუცვლელივით არის. დავიწყოთ. გავხსნათ, გავანადგუროთ. მოეხლა ფერი ცოტა ისეთია რომ არ შეიხედება, მაგრამ საკმაოდ გვიანია იმისათვის რომ ვლოგის გადაღება ახლა დამეწყო, მაგრამ საერთოდ არ მეცალა, აი გადარბენებზე ვარ ძალიან, ამიტომაც ვერ მოვიცალე იმისათვის რომ ვლოგი გადამეღო დღეს, მაგრამ ნუ რას ვისვთ.
შავზე როგორ გადავალთ, არ ვიცი ისევ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. არ არის შვილო მაკრატელი ამ პირით რო არ ჩიჩქნო. მერთო ჩემო თავი უნდა მოვიწამლო მე მგონი. ვინ დადის ამ კიბეზე უმოწყალოთ ერთი გამაგებინა რა. ასე. თითქოს ცოტა ჩანს გოგოებო, მაგრამ არ გეგონოთ რომ ცოტა წასმის პროცესში მე ვხვდები რომ საკმაოდ ბევრია ხოლმე, თუმცა ის არის რა თქმა უნდა მე დედა ერთი წუთით გავხსნათ. უკვე ისე მაქვს თმა, ასე ვთქვათ, გაზრდილ მდგომარეობაში, წესით 2 თუნდა ვიღებო, მაგრამ გეხვეწებით ახლა. მე ისე პროფესიონალად ვერ ვიღებავ, ამიტომ ერთ ძლივს იმას ვშვები ხოლ. სული მეტაჯება ერთის იმისთან ახლა წარმოგიდგენიათ. გოგოებო, აუცილებლად კანზე წავისვათ ვაზელინი იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, არ ავიდგლიზოთ კანზე, მე წასმა არ ვიცი კარგად და შესაბამისად მთელი ყურები ცხვირი, რავი, კეფა, ნიკაპი იმიანი მაქვს ხოლმე საღებავიანი, ამიტომ ვაზელინს აუცილებლად ვიყენებ. დავიწყოთ. როგორც ვხედავთ, გოგოებო, მაცვია შესაბამისად, ანუ რას ნიშნავს, ახლა უცებ რო გიხსნათ. მოკლედ, ეს ზედა გადავწყვიტე, რომ მქონდეს მხოლოდ შესაღებად, ახლა კი გადავწყვიტე, მაგრამ ზოგადად გეუბნებით. და ვიყენებ იმისათვის, რომ თან ესეც გქონდეს, იმიტომ რომ მარტო ტელეფონით შანსი არ არის, ხა ვერ გავიგებ ვერაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ მე შეღებვა არ ვიცი, ხალხო ყველაფერს ვიდგლიზავ. ვაიმე, რა დამავიწყდა, წეღან რას ვამბობდი ვლოგში და მე თვითონ დამავიწყდა. ვაიმე. ერთი წუთით უცებ გადავისვამ, რომ აი ამეებში ხალხო ძალიან ვიბინძურებ ხოლმე ყველაფერს, მე ხო ის არ შემიძლია კოპწიაობა. ესე იგი გირჩევთ რო არ გააფუჭოთ 60 გოგოებო, აუცილებლად იმას ქენით ხოლმე. გადადეთ რამე ერთი კონკრეტული ზედა, რასაც ჩაიცვამთ ხოლმე და ყველა ვიქნებით ბედნიერები, რომ ჩემ დღეში არ ჩავარდეთ და არ დაილაქაოთ მთელი ტანსაცმელი ჩემი არ იყოს. დასვენებული ვარ გაიხაროს ამ ზედამ. ასე. მე კი შევიღებ ხალხო სალონში ამას წინათ ვისაც ახსოვს რა ვიცი, ამას წინათ რაღა, ამას წინათ გავიდა 2 თვე, მაგრამ რო გითხრათ, რომ დედა ეს რა იყო და დედა რა პროფესიონალი შეღებილი იყო და დედა რა კიდე კაი შევიღებე და დედა არა. ამიტომ ახლა რო გითხრათ, რომ ვაიმე და უიმე არა. ეხა მე არც ის გამიკეთებია, რა ქვია, ომბრე და არც ლამინირება, მელირება რა ის ლამინირება. ვაიმე, ხალხო, მე სალონში არც უნდა შემიშვან. გაიგეთ ხო რა ვთქვი, ლამინირება. ღმერთო მიშ. ცუდად დავარ. დღეს ამდენი არ მიცინია. ხო, არც მელირება, მოკლედ რას ვამბობდი? რავი, ჩემი საღებავით შორვად შემღებეს, 22 ლერ თუ რაღაცა კი მევათხლიშე. უფასოდ შევიღებ ამ დღეში. მაგრამ ნუ კაი, როგორც არის, არ აქვს მნიშვნელობა. ხო და რო გითხრათ, რომ დედა გადავირი არა. და ცოტა ისე ვიყავი რა, თითქოს იმედი გამიცრუდა. რაღაცა მონაკოთებში საერთოდ არ მომეწონა შეღებილი და უკან ვერ ვიღებავ კარგად და უფრო მაგიტო გადავწყვიტე. თანაო მეთქი ხა გეხოწები მაქვს თქო, აი. რა ფეთხუმი ვაირი. დამავიწყდა მან ვაზელინის წასმა. ვიცი წავისვათ ხალხო. მძულს ეს მოტიტყნა და ტიტყნა. რო არც ვიცი თან ნორმალურად და ვიტყლაპნის რაღაცებს გაურკვევლად.
აი მეთვალე ჩავიყვეთ. ვაიმე, ამას წინათ ახლა მოგიყვეთ. ვიყიდე, რა ქვია იმას, რა ვიყიდე ხალხო. შრატი სახის. ბიჭო, მე რო დავაკვირდით, ანუ ეწერა რაღაცა ლოყაო თუ რაღაც, რავი, რაღაცა ვერ ეწერა, მოკლედ სწორად, უკვე ნაყიდი მქონდა, ამიტომ მოკლედ, გადავწყვიტე, რომ კაი, მაინც ნაყიდი მაქვს და მოდი გამოვიყენო და თან რომ ვერ გამოვიყენე დიდად, იმიტომ რომ ზუსტად ვერ დავადგინეთ რის იყო და რატო ვიყიდი არ ვიცი. ხო, კაი გიყოს თქო რა, მქონდეს მეთქი. ხო და დღეს მივედი ძალიან ის გათვითცნობიერებული კონსულტანტი დახვდა, რომელმაც პირად იცოდა ამ პროდუქტის ყველაფერი. ხო და ანუ აღმოჩნდა რომ ძალიან კარგი რაღაც ვიყიდია და რატო ვერ გავიგე რომ ძალიან კარგი იყო არ ვიცი. უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში ის კონკრეტული კონსულტანტი ვინც იყო იმ გოგონამ არ იცოდა უბრალოდ ეს კარგად ამ რაღაცის შესახებ. ხო და შესაბამისად ცოტა დაიბნა და ამ დაბნებას კი მოყვა ის რომ მე საერთოდ ვერ გავიგე რა ვიყიდე. ხო და ერთი წუთით გაჩვენებით. მოკლედ ის გავრეცხე რო შევიღებე და დამავიწყდა და მოვიხსენე და ისე გავრეცხდა ამას ხედავთ. ანუ გარედან შიგნე ყველგან შემივიდა, მაგრამ არა უშავს ხა ამას მე იმას ვიზავროდ ვიბანავებ. კარგად გავიხეხავ იმებს და მოკლედ რაღაცნაირად გავიყვან. რაც უნდა თავი დავიცვა ამ ხრივ არა, ჩემი საშვილი არ არის. მეც არა ჯიბსეშვილი. იმდენად აღარ მაქვს, უბრალოდ ხელი ძალიან დავისვარე, ესე რომ ვთქვათ. ესე იგი, გოგოებო, სუფთა სახლშიც გავიარე ბარემ. ხო და იმას ვქენი, რა ქვია. შევიძინე შამპუნი. აი რაში მიშველა იმან ვაზელინმა, შედარებით ისე აღარ მაქვს ყური. შევიძინე გოგოებო ახალი შამპუნი, რაც მითხრეს რომ არის ძალიან კარგი, აი შეღებილი, დაზიანებული თმისთვის და თა როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო ისეთი. მოკლედ მაქვს რამდენიმე, მაგრამ პრობლემა წარმოიშვა ის რომ არაფრით გოგოებო, არაფრით აკაფების მერე, აკაფებაზე არა მაქვს პრობლემა მაქვს რაზე გეტყვით. რო დავიბან, მერე არის ისეთ უხეში, აი რა გითხრათ, აი ეგეთი უხეში არ გენახოთ არაფერი. რაც ნიშნავს იმას, რომ არ მომწონს ხო თმა მაქვს ჩალა, აი ჩალაც არა, რა ვიცი, რაღაცა საშინელება რა. ხო და ამიტომ მოკლედ მინდოდა რამე სხვა და რამე სხვა რა მინდოდა და მოკლედ მანამდე მოდი შრატი ვნახოთ. აუ სულ დავსვარე ყველაფერი ხარჯობია წადი რა გადაიხადე 22 ლარი და სალონში შეიღებე. ყველაფერი დავსვარე რა. საერთოდ ყველაფერი დავსვარე. მოკლედ, აი ეს არის გოგოებო, რომელსაც რაღაცა ლოყებიო თუ რაღაც აწერე, ანუ ლოყებისათვისო და როგორც ჩანს ანოტაციაში რაღაცა ვერ იყო მთლად ისე ვერ გადაითარგმნა, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ რეალურად ეს ყოფილა ძალიან კარგი შრატი, რომელიც შეგიძლიათ წაისვათ და ამ შემთხვევაში დამატენიანებელი საერთოდ აღარ არისო საჭირო, ამის წასმის შემდეგ მე უკვე რა პროცედურებსაც ვიტარებთ, ანუ მზის დამცავით რაც გინდა მოკლედ მერე ყველაფერი შეგიძლიათ დაითხრიშო. ამის მერე არც არისო აუცილებელი დამატენიანებელი იმდენად კარგი ეფექტი აქვს. მე ვიყიდე ძალიან დაბალ ფასში. ანუ მართლა ძალიან დაბალ ფასში ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფასდაკლება იყო. ისე თუ არ ვცდები ღირს 14 ლარამდე. სუფთა სახლში, ამიტომ ნახოთ დავუკვირდები, აბა როგორ იქნება ეს ამბავი და შეიძლება ამისი რაღაცა მომხმარებელიც დავხდე ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, თითქმის სავსეა. ხო. შემდეგ ირისთვისაც შევიარე იყო შამპუნი, ეს არასოდეს არ მიყიდია, არ მოგატყუებთ და ანუ გონზე არა ვარ როგორია. ავიწესით როგორც მიქეს და მიდიდეს, არ უნდა იყოს. აი მე რა დღეში ვარ ღმერთო. ცუდი, აი ეს გახლავთ. ეს რომელიც არის ძალიან კარგი შეღებილით მისთვის, მით უფრო თუ გნებავთ რომ შეინარჩუნოს ფერი.
ამ შეღებილმა თმამ და რა თქმა უნდა გვინდა რომ შეინარჩუნოს ხო ფერი. ამიტომ ამისათვის არის ეს და მივეცი 12 არა 13 ლარი. გადავიხადე 13 ლარი. რა თქმა უნდა 13 კი არა, ბევრად მეტიც მიღირს რომ მივცე, ოღონდ იყოს კარგი და ვნახოთ ეს როგორი იქნება. არ ვიცი. თქვენ თუ გაქვთ გამოყენებული, დამიწერეთ როგორია. მე ნამდვილად არ ვიცი. პირველად წამოვახო ხიალე და ვნახოთ მოკლედ როგორი იქნება. გონზე არ ვარ თორე აგერ კიმელაგია შამპუნები აზრი. რაც შეეხება ამას Leo Oil-ის პროდუქციას, რომელიც მე თქვენ ადრე გაჩვენეთ, მე კიდე მკითხეთ, მე დამავიწყდა და მოკლედ ახლა კიდე გაჩვენებთ. ეს არის თერმოდამცავი. აი მე თმას რომ ვიყინებ ხოლმე, მანამდე უნდა დაისხათ. თერმოდამცავია. ხოლო ეს გახლავთ უკვე კონკრეტულად იმ პრობლემისთვის, რაც მაქვს, მაგალითად მისცვენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგისთვის არის იდეალური, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი არ არის მოკლებული და რატო? იმიტომ რომ მეზარება. ხან მავიწყდება ამას დრო უნდა, წასმის შემდეგ რაღაც გარკვეული ხანი, 40 წუთი მაინც უნდა გედოთ თავზე ან 1 საათი, მე მაგდენი დრო არ მაქვს ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ვრჩები ისე და თერმოს უფრო ვიყენებ ხოლმე, თუმცა ამის წასმას დავიწყო უბრალოდ ეს ახლა ის არის ბევრი არ უნდა გამოიყენოთ შესაბამისად ნელ-ნელა ჩადის დაბლა და ეს ახლა უფრო შესაძლებელი რომ უფრო მეტად გადმოდის ესე რომ ვთქვათ. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო ეს რა აქ ამას კაც. აი მე ტუშები ისე დღეში მაქვს რა გითხრათ არ ვიცი. ეს რა არის ახლა აქ. ხო და მოკითხვალ არ ვიცი რას ვიცვამ და ავარჩიო. მარიკოს წაიყვანს ხვალ დედაჩემი, თუმცა ამ პერიოდებში რაღაც გარკვეული პერიოდი საკმაოდ ადრე უნდა გავიდე ხოლმე, უფრო ვიდრე გავდიოდი. ხო და არ ვიცი, როგორ იქნება. წაიყვანს რა დედაჩემი. როცა ეცლება, როცა არა და რაღაცას ვისავ. ესეთი ამბავია გოგოებო, მოკლედ რო გითხრათ. ხო, ნუ ამის ფასი გითხარით 13 ლარამდე როგორი იქნება და რა და რანაირად ამას ყველაფერს ჩაგიკლავთ აუცილებლად. ესე იგი ეს დედაჩემა ჩამოიტანა. აი ესეც და ვფიქრობ რომ ორივე არის ძალიან კარგი. სულ რაღაც ერთხელ გამოვიყენე, ესე დიდად არ გამომიყენებია რო გითხრათ. ორი ფლეიმის არის. ასე სუნთქო რატომ მეჭერს ცოტა ვერ გავიგე. ხო და ესეც ხოდაშორის ძალიან კარგი აღმოჩნდა. გამოვიყენე. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, გადავაგდოთ მარიკომ არ მოკიდოს ხელი. რგეული ვიყიდე რომ კალორიები ვიწერო, ასე ვთქვათ, პატარა რაღაცა მქონდა და ის იყო ძალიან დისკომფორტი ვერ ვიწერდი და ძალიან მეშლებოდა ნერვები რომ არ მეტევა ვიძახდი და აგერ ბატონო ვიყიდე დიდი და ვწეროთ რა გვენახულება. სუფთა სახლო ძალიან გთხოვ შემოიტანე დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ მინდოდა ასე ვთქვათ მარაგის გაკეთება, მაგრამ შენც არ მომიკვდი ერთი ცალი დაგორავდა და ისიც მე წამოვიღე. ერთი მაგიდე სახლში, მაგრამ მე გთხოვს. დავრეცხოთ ჭურჭელი. მე დედაჩიმა უნდა აბანაოს მარიკო. ფსიქოლოგიურად ყველა ვემზადები დიდიან პატარიანად. შხრიალისათვის ბოდიში გოგოებო ბოდიში. თან ვიჭორაოთ, იმიტომ რომ მაგდენი დრო არ მაქვს რომ მე ამას უბრალოდ ჩემი ხმა დავადო და რაღაცეები. ამიტომ ხო, შეგაწუხებთ ხმა, მაგრამ რაღაცა ამიტანეთ. ვაიმე, მწვანეზე რომ ეჩხუბა ის ქალი. ხა ბატონი, მაგის ცოტა დაბლა სხვა ქალთან ვიყიდე მოყოლეთ რა. ანუ ერთმანეთს ვერ ხედავენ ის ადგილას ვიყიდე, მაგრამ ნუ ეს ტერიტორიაზე რა. ხო და მეთქი ბოდიში თქო რა არ ვიცი ხა იგ რომელი მწვანილება შეიძლება დავსუნოთ ხო მომაწადეთ ხო და ვერ არჩევ და ვიფიქრე ხა მანაც თუ დამიწყო ეგრევე ხახას ამოვაძრობდი ხო ვაიმე ეს რო შეიწყდა ვაიმე მეთქი ხა იმის არ იყოს მეთქი კროკალიზის თქო ეხა თქო ეს არ დამიწყოთ მეთქარი
ეს ჩხუბიდან საყვედურები მეთქი და რომელიო ესა და ეს და ესა და ესო ანუ აღწერა ეს ქალი და კი მეუთხე და ვაიმეო ყველას ეჩხუბებაო ამისთანა რა ნერვოზია ყველასთან ჩხუბი მოსდისო ვინ კითხავსო არ ვიციო ყველაფერში ეგერევაო მე ვხარი ეგრე გამოვიდა არაო კაცო შენი ყიდეო და ახლა რას დავეძებო არჩევ თუ არა თავარია მე ხომ ეყიდებაო და დასუნე კაც ზუგი ყველას მოგაწუდიო არ მინდა მე ვხარ ახლა კამას და იმას რა ქვია რაღაცებს ვარჩევ ხო არაო თუ კიდე დასუნე არ მინდა აი მე დაინდენი ვიცინე აი მე და ეს მე მგონა გასაძ მინდა გამოვეხმაო რომ დორას დარტს იმასთან დაკავშირებით რომ მისი კომენტარის ქვეშ თურმე ლანძღვა თეთხო მიმდინარეობს სხვა ბლოგერის გოგოებო თუ გახსოვთ მე რო თქვი რომ ჩემი ვიდეოების ქვეშ ძალიან გთხოვთ შეწყვეტეთ რაღაცები მეთქი და ასევე ნუ მიყრით რაღაც სკრინებს ხომ გახსოვთ ხო და ნუ გონიათ რომ სხვასაც მოსწონს იგივე არ მოსწონთ ხო ხედავთ ადამიანს არ ესიამონა ხო არ არის რა ანუ არ არის სწორი რა არ არის სწორი არც არავის ლანძღვა თუ გინდა მე გამლანძღეთ ჩემს ვიდეოების ქვეშ და სხვა ვიდეოს ქვეშ სხვა მაგრამ იმის გარდა კიდე ვიღაცის განხილვები არ არის სწორი რა არ არის და აბსოლუტურად სოლიდარული ვარ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან თუ გახსოვთ თავად შევწერებ მსგავსი ვიდეო რომ მეთქი მსგავს რაღაცებს ძალიან გთხოვთ შევეშვათ ხო და ასე რომ აბსოლუტურად ვიზიარებ დორას ამ შემთხვევაში აზრს იმიტომ რომ თავადაც იგივე მაქვს და იმიტომ რომ მეც მაქვს ესეთი ვიდეო ჩაწერილი იმიტომ რომ არ არის სწორი რა ეხლა არავის საქმე არ არის ვინ რა როგორ თუ არ მოგწონს თავად მის გვერდით წერე რაც გინდა მაგრამ სხვის გვერდზე არ შეიძლება არაფერ შეიძლება მსგავსი კომენტარების წერა რომ ნუ გონიათ რომ ხა ვიღაცას ეს უხარია არ არის რა იმიტომ რომ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ რა ყველა ვლოგებს ვინც იღებს ყველა აკეთებს ერთ საქმეს და ვიღაცას მოგწონს ვიღაცას არ მოგწონს ესე ხო ვერ გავეკიდები და გამოვეკიდებით ერთმანეთს ხო არ მოგწონს ნუ უყურებ კაცო არავინ არ გახტებათ ხახაში არავის ხო და ასე რომ მეც დორას კენ ვარ და რეალურად სიმართლის მხარეს ვარ იმიტომ რომ უნდა მოვერიდოთ ადამიანების რაღაცნაირად ლანძღვას ასე რომ გამინადგურდა გოგოებო ფრჩხილები ამ დამპალი იმით საღებავით სრულად თან ესე დღეში ჩამივარდა რომ აი არ ვიცი ამას რა აცეტონი გააშორებს ან რა გააშორებს მე არ ვიცი ფაქტია რომ ხვალამდე უნდა მოვიყვანო წესრიგში ეს უბედური საღებავის ლაქები რა ვერ გეტყვით როგორ მოვა ვერ გეტყვით ძალიან კარგი სახის მასაჟია წასმამდე იყო მჯობეს გამიკეთებინა მაგრამ არა უშავს გირჩევ თქვენს გაიკეთოთ მიდამოებში
ფაქტობრივად სულ გადავიცალე შრატი, მაგრამ უშავს. ეს რა თქმა უნდა უფრო მეტი დროს მოითხოვს, ვიდრე ახლა დავუთმე, მაგრამ სტუმრები მოგვივიდნენ, შესაბამისად უცებ უნდა მოვიწესრიგოთ თავი. ჩვენიერია. ძალიან კარგად შევიღები, არა? ძალიან დიდხანს არ მიყვარს თმის გაშრობა, არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ ვიხუთები და სული მეხუთება და არ მსიამოვნებს მოკლედ ეს პროცესი. უბრალოდ ოდენავ შევიშრე, ისიც იმიტომ რომ მეშინია თავიდან არ შემიბრუნდეს ეს გაციება. ეხლა უბრალოდ ვამოწმებ როგორ არის შეღებილი. აუ, რა კარგად შემღება. ვაუ. შავი არის ჩემი რა, ანუ ყველაზე მეტად მაინც ვფიქრობ, რომ შავი მიხდებადე რა, გავაკეთე. ეს რატო ეს ალუკილი თუ ალეკილი თუ რაღაცას რო ეძახდნენ ალუკილი. ეს ხო არიცით. კაი. იყოს ესე როგორც არის. იმიტომ რომ უნდა მივხედოთ სტუმრებს. ჩვენი შინაურები არიან კაცოღაც უცხო კი არა, მაგრამ ამიშნელობა აქვს. მოდი ახლა ჩვენ უცებ, რადგან დღეს ამისთვის ვერ მოვიცალე სამწუხაროდ. არ მინდა რომ ჩამოვრჩი, ასე ვთქვათ, ხო და ბარემ თვალეს ირგვლივაც დავიტენიანოთ, ეს 2 დღე არ არის, მაგრამ ვერ მოვიცალე ამისათვის, ამიტომ მინდა რომ ახლა მოვიწესრიგო, ბარემ თან სახე კარგად არის დაბანილი და მინდა რომ დღესვე მოვიწესრიგო ეს ამბავი. მოკლედ, როგორც ვნახე ვიდეოში, საუკეთესო მასაჟი არის ეს. მაგრამ როგორ არის თითქოს თლად თეთრზე კი არ ჯდება, ხო რაღაც ფერი მიიღო თვალმა. ჭკუიდან არ გადავიდოდი, ხა რაღაცა იმასავით არის. რა ქვია, ტონალურივით. ნახეთ. ეს აუცილებელია წრიული მასაჟის დროს. გოგოებს იმიტომ აჭრალდა ხა რომ ის მისვია და არ დავაცადი, ანუ შეწყობა. თუმცა ოდნავ ფერიანი, ანუ თლად უფერო. აი როგორც ჩემი იყო, ეგეთი არ არის. ნახეთ, ანუ როგორ დაგანახოთ, არ ვიცი ხა როგორ ჩანს, მაგრამ არ არის ისეთი ფერი მოკლედ, როგორც წინა მქონდა. მინდა რომ აი ეს გადავიწიო ხოლმე, აი როგორც ასე და ბუნებრივად აი ესე კარგად დადგეს, ხო შეიძლება, მაგრამ არა, უნდა მოწოლოს ამ დამპალმა. აი ესე რომ გადაიწემა ხოლმე და ესე ბუნებრივად. სად არის ეგ? კაი. პრინციპში მოვრჩი ამ ამბავს. სიზნამცავი არ მინდა, რა თქმა უნდა, გვიანია. კაი. ხლებნა მოვიწესრიგო, რომ გავაცილებთ მე ჩვენ სტუმრებს. მანამდე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ხო, შაპოს რაც შეეხება გოგოებო, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი სუნი აქვს, სხვათა შორის. მაგრამ
ბალზამი მაინც მოითხოვათ, მაგრამ რომ ცოტა ბალზამი დამესხა კიდევ, იმიტომ რომ ოდნავ თითქოს უხეში დამიტოვა. თუმცა ფიქრობ, რომ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ანუ ძალიან მომწონს. ეხლა თმაზე რომ ვიკიდებ ხელს, ძალიან სასიამოვნოდ სრიალებთ და ძალიან კარგია და რატო გადავწყვიტე შუაზე რომ გადამეყუთმა, ეხლა ხო არ იცით. რომ ალბათ ძალიან მიყვარს სხვა სრო აქ და ნახეთ ახლა მამა ფორმა მიიღო. ამას რაღა გასწორებს იდეალურად შევღები, ანუ მოიცეთ გავისწოროთ ცოტა გოგოებო. ხო რა თქმა უნდა მე ეს არ წავალ, სხვანაირად მექნება ვარცხნილობა, მაგრამ დღეს თლად მასავით რა ქვია. რა არის გაფიცებთ ეს რა არის? ანუ ზუსტად ვერ მივხვდი. რა უნდა და რატო იპრეხება ასე გამეტებით? მოიცეთი დავამაგრო ეს. ამას ხო არ უნდა ხას უგადავპარსო. აი ამას რა უნდა? ჩავამაგრო ცოტა. არა ჩავაგრებით რანაირად მაქვს ესე არ ვიცი. ესე მინდა უბრალოდ რომ იმას ქნას რა ქვია, ცოტა თმა დაიჭიროს და მერე მოვხსნი. всё. ეხლა ცოტა ხანი იყოს. სანამ აღლავალ იმას იზავს რა ქვია. გიშგავარ. რაღაცა კითხვა არ ჯობია რომ გადმოვყარო ეს თმა. რა არის შვილო? ვაიმე ვის გაქვთ ჩემნაირი დაუმორჩილებელი საზიზღარი თმები. დაპლიუსდით და შევხვდეთ და ერთად ვინერვიულოთ. ამას უყურეთ. ამას უყურეთ ახლა. რა დღეში ჩამაგდო, მოდი ერთად როგორც იყო ისე დავაყენოთ რა. ამისი ნერვი სად მაქვს. ხოლე ხა რა თქმა უნდა გოგოებო ეს ფორმას აბსოლუტურად შეიცვლის და მე ვნახოთ. დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ თმა ავიწიო კიდეც. არ ვიცი, მაგრამ მოდი ხა წავიდეთ თუ რა უხერხულია, მაგრამ მანამდე რამე მოვიცვათ რომ ვერ გავიყინოთ. ის მინდა ხელის კრემი. გამომშრალი მაქვს სასწაულად, ანუ აი როგორ შეიძლება ქალს ესე ხელი გამოუშვეს. მე ცოტა ვერ ვხვდები ასე ხშირად რა. იმიტომ რომ მეტნაკლებად თითქოს მაინც უვლი და ასე მაინც არ უნდა მქონდეს რა. აი ეხა როგორც მაქვს, ნამდვილად არ უნდა მქონდეს. აი, უიდე და ეს დამავიწყე. გათიშული დავიდი ვარ. უბეყურეს ვიდები. გადავისვათ. მე ძალიან მწონს კაი სუნი აქვს. გადავიდღლერძოთ სახეზე. კონცა ნელა შერას გეუბნებიან და წაისვა ნელა აგერ ბატონო აგერ. მაგრამ მე ყოველთვის მეჩქარება. დამანახეთ ის დღე როცა მე არ მეჩქარება. აი სულ გარბი ვარ. ჩემი ცხოვრება არის ერთი დიდი სირბილი. ოპლაც. სადა ხარ შვილო? წავიღე ხალხო. საწავიღებდი. Used to be failing. ერთსულ მაგ ზაფხულოდის მოვა რომ გარეთ გავეგდო. და ისა. ვიბუჟიალოთ აქეთ-იქით. ეს ვიბუჟიალოთ საიდან მოვათრიე. კაი. სხვანაირად ვაპირებდი ვლოგის დასრულებას, მაგრამ შეიცვალა ჩვენი ასე თქვა გეგმები, ასე რომ გემშვიდობებით. რა თქმა უნდა, აი ეს არ უნდა დაგვაუწყოთ. ახლა მაღალი გოგონების გასაგონად გავიგეთ, რომ ტრეიდები ხართ და ჰაი-ლეველები ხართ. დაბლები არა ვართ. უბრალოდ ტანი ვერ ავიყარეთ. აჰა.